გორში ხელოვნების სახლის ფასადზე გამოფენილ ევროკავშირის დროშას ცეცხლი წაუკიდეს. ადმინისტრაციის თქმით, უცნობმა პირებმა კედელს აალებადი სითხე იმ დროს შეასხეს, როდესაც შენობაში ორგანიზაციის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. 21 აპრილს 21 საათზე უცნობმა პირმა ხელოვნების სახლის ფასადზე გამოკრულ ევროკავშირის დროშას მიასხა აალებადი სითხე და სადა დაწვა. ამით საფრთხე შეექმნა შიგნით ყოფ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ იმ მომენტში. საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და დაიწყო ოფიციალური გამოძიება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში გამართული გამოფენის შემდეგ სახელწოდებით ნაომარი ქალაქი ბოდიშს არიხდის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ თანამედროვე ხელოვნების განმავითარებლებს შენობის დაცლა მოსთხოვა და სასამართლოს სარჩელით მიმართა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ხელოვნების სახლიდან ფოტოგრაფების გამოძევების შესახებ გადაწყვეტილება არ შეცვალა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრებმა მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.